ჩართი მიდი. ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალაკიდან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩართეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17 ჯერ მაქვს ნახი. თიკოს 8 ჯერ. შეკიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინ იყო? ამ კაცის შვილია? არა, ეგ ბავშვი ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალსახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გული კარგს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? იმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ 3 წელს რო ვიყავ ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდეთ ჩარჭობილი. მაგრამ მე რეკარი ყორო თუკი მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს ზაფების ხუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენებამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილია. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზელოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანე გაი და მოიტანე. გამორიცხულიო ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებსია. ტუალეტი კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. მის მინდა რაკნეც იმანკარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლაბ რას აკეთებ შვილო? მასო ტუალეტში ვარ ხადა რო გამოვალ და გირეკავ. ძე ვიღაცა კარზე. გამარჯობა, თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო, მე რა მიმქვია, ჩალიჩა თვითონიც სანტექნიკის კომპანია სადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა? ხო, ცოტა კი ავირიე, ხო, აი კითხე მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. ძე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობს ამერიკო არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი იატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა? მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემ ბიჭს ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწეს როგორ თუ შეიძლება. დერებს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბა და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე მილი არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიც აქედან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა თხრიალის ხმა აქ თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არის თხრიალის ხმა. აი, უყურეთ. აუ, აი, კინტრო კაფეში გამოვიდით. ყავა მინდოდა ძალიან. საკიში თითხი მაგ დღეს. მოიცა რა მოზე უნდა იყო იქ, ხარ გაგვიანდება. არა 15 წუთში მივალ იქამდე რა უნდა. აუ ხერფასამდე მაგ ძალიან მაგარი კრიზისი. ეხლა ეს როლერიც დამინანა პავაში რო გადავიხადე. აუ გახსოვს ესპანეთში ევრონახევარი რა ღირდა ხოლმე ყავა. და ჩემს თხემდი არ ჯერა ეგეთი ფასები იყო. აუ თეკლას დაურეკე რა სად არის აქამდე. დაიცა. Hello. რა hello სათხარ ვეღარ მოხვედი? მოვედი. ეშვებით. თუ აქ იყავი რაღაცა მიპასუხე ტელეფონზე. თქულა დამახარჯინე 20 თეთრი. რა იყო კათერძისი გაკ? ანუ აი ფინანსურად რა უჭირთ ხოლმე. კრიზისია ეგ. აუ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ მეორე სამსახურიც ვიშოვო. მაგრამ მე ბოლო მომიღება. ხო აქ ძალიან ძვირია საერთოდ ყველაფერი. აუ გახსოვთ ესპანეთში ევრონახევარი რა გეტა ხოლმე ყავა? ხო ძალიან მაგარი იყო ესპანეთში. აუ 9 მაისს არის ევროპის დღე, ექსპო ჯორჯიაში. ხო და წავიდეთ რა რაღაც ღონისძიებები იქნება და კონცერტი კიდე. თან ხო იციან ძალიან მაგარი ხალხი იჭდება ხოლმე ყოველთვის. წავიდეთ კი მემცალია. შაშანა ძალიან მაგარი იყო მანდ. მაშინ მივხვდი გოგოებო რამდენი აქვს თუ მეკაკეთებული ევროკავშირ საქართველოსთვის. ეხლა კიდე კონცერტი თუ იქნება ძალიან კაია. აუ თიკო, შენი თითქმის შეყარებული თაზეთ წამოიყვანი არ გინდა?
აუ შენ კიდე რაღაცა ხაროფულებ მაგას აღარ არის მაგას შეხავა დაიცალა მიხედავ პირველ არის მაგ გადახდილი სანამ ბოლოყინური არ გაუდნება კიდენ წამსვლელი არა ვარ მე ინგასა რო თქო ბურგერი ბიუ გამოვიძახე თქვენი სიხირსები ხართ იცი ერთხელ სამდგე და აღარ გავაკეთო საჭმელი დაიყოცოთ ფშევრები რა ვქნა აუ კაი რა დედა ხოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ რაღაცნაირი გემო აქვს ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია ჩუცუთ კურიერი გავს გისმენთ ინდუელი შემოხდა hello I have your order and I'm near the building wait a minute you are not near my building go left and left again left and left no there's a big dog here I can't what do you mean you can't შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა ძანურებს მიშლის უკვე ეს ინდუელი please come upstairs I will open the main door for you this is the building there's a woman with a walking stick in her hand do you know her yes it's Nunu with one kidney don't give her my burgers give her your burgers okay no pusheni გამიტიშა არ მკითხო როგორ მაგრამ ჩვენი ბურგერები სალთირკველა ნუნუს აქვს დაიცადე გადავწახებ ნუნუ ბეგი ძახი ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ეხლა და გამოატანე რასაც უკრათ მოგიტანეს კაცო ჩვენია ეგ ნუნუმ წაგვართა ბურგერები ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა ის რა ჩაფურიც თუ მოხდა ხელში შემაკდება და ეგ იქნება რა აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დამალოვანა ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში ეგ ვერ გამოვა შანსი არ არის აი ლიზი მოდის ლიზი რა მოიტანე დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მსას უმზირა მოვიტანე თან ცოტნე სახლიდან წივილკივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი გახსენია აუ რამ ხელა მარცვლებია შიგნით ხავაც არის ამას მეწავიღებ რა აუ ხელი არ ჩაყო შიგნით წვრიჭი კონდა წეხან თითი მონაწოდე მეც დავიღო აუ დედა ჩემი იცი დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან ეხლა რომ ჩამოვდიოდი კიბეებზე ხო ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა თეკლა და ეგენი გუშინ მანქანით დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის შეიძლება ისე ჩხუბობდა ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები ხო ეგეც მართალია ალო ომარიკო შენ შეჭამე ეს ტორტი კი ძალიან მაგარი გამოგივიდა ყოჩახ აი ყოჩას მოგწემე სტუმრებისთვის გამოვაცხე ბიჭო ეს ტორტი ნორმალური ხარ შენ იმდენი ვითვალე ტირიდან ამოდით უნდა მიგასწიკუდი რო სახში შენ დაჩიშკნილია სულ ტორტი რა აუ რა ხდება ომარიკო ფერი დაკარგე დარხეული მაგ ანასტასია ჩემო თახში ჩანჩქერი ჩამოდის რა ჩანჩქერი ჩამოდის შენ კიდე რამე სოკო ხوار შეჭამე არა ჭერიდან ჩამოდის ჩემო თახში წყალი ორგან მიხედავები და იცი ინგას დაურეკა უცბად მიდი მანამდე დაბლა დაუდგი რამე მე რა დაუდგა აუ ინგა გიხოცები დროზე გამოდი რა სახში ომარიკოს ოთახში კიდე წყალი ჩამოუშვა ზედამეზობელმა პურა გემოაკ აუ კედლის გემო ქონდა საჩამოუშვეს წყალი გავგიჯდები და ეგ იქნება ფაინე სულ მომის პოჭერი და კედელი შეხედე რა ლია გეხოცები მიდი ადი დაუკაკუნე ზემოთ გადაკეთონ კაცო წყალი ფაინე სულ დაობდა ოთახი დი კლასელებს დავპატიჟებ რა კლასელებს დაპატიჟებ ომარიკო საფანაოდ აი ხო გეუბნებოდი რომ დააზვიე მეთქი სახლი რო არ დამიჯერე შეწყდა მე მგონი ბრავიცი მე მეგონა რომ აღარ ჩამოუშვებდნენ ახლა მე ჯერ წყალს სადაც 11 ჯერ ჩამოუშვეს მე თორე თეთრ გაუჭირდებოდა ხო სულ დაგვეტყორა სახლი ხო ომარიკოს ოთახი იყო როგორც აბანო არა არ მქონდა გოგო დაზღვევა და გავაკეთებ ანასტასიამ კითხვა ვაკეთებ უკვე ნიტა კამდეც გვიქნა საქართველოს ბანკის მობილ ბანკიდან აზღვევ პირდაპირ ქონების დაზღვევა ქვია და აქედან მიხდი მე თანხასაც ძალიან გამარტივებულია ყველაფერიც აპლიკაცია განახლდა ხო მანდ ნაკეთებ ზუსტად რა პროდუქტების აქტივაციის საჩუქრებია ანასტასია შეიძლება 10000 ლარი მოიგო გოგონა და ეგ მომაგებინა და გაგიყოფდი ეგრევე შუაზე ხო შენ ზოგადად ვის გავუყოფ ეხა ვერ გავიგე ხო კიდე ჩამოდის წყალი ჭხრიალის ხმა ისმის
აი მე ხარ ამდვილად გავგიჟდები რა. დაასვე გოგო შენ კიდე დროულად რა. მოიტანე მედიტაციები მიშვენე. დე კურკში ჩავადგი ფეხი. დაი მაგითა შემოხვიდე ხასახში დააწყე მან შემოსასვლელში. რა იყო რანაირად ჩაადკი? ძაღლის კურკლი იყო. ზემოთ თავიდან დამეძახავასო და დაბლა არ ვიყურებოდი. შეხედე სულ დასვრედია. დედა გაწიე კაცო რა ცხვირწინ მიტრიალებ ვერ გავიგე. დააწყე მან შემოსასვლელში რომ გამახსენდეს გავრეცხო მერე. ნახე იქ მიდი 5 დავდე. გახსენი დაგიყიდე. ახალი ბოტასები. შენ წინასწარ იცოდი ისინი რომ დამესწრებოდა და მაგიტომ იყიდი ახლები? რა წინასწარ ვიცოდი კაცო ნუ მოდიალობ რაღაცებს ჩაიცვი მიდი ერთი გაისინჯე. კარგია? წინ თითი როგორ აგაკ? კარგად მაგ ჩემი ზომა. სად იყიდეს? გამოგიწერე. საიდანაც ანასტასიამ გამოწერა ამას წინ თავისი ნიუ ბალანსები, იქიდან გამოვწერე მეც. ფოფსარი აქვია მაღაზიას, ხო, ონლაინ მაღაზია. რას ამბობ კაცო, უმაღლესი ხარისხის რეპლიკებია, შეხედე. ოეთქილიცი ვასო მიყიდა ფეხსაცმელი ბაზარში და სახში რომ მოიტანეს ორივე მარჯვენა იყო. მე მეორე დღეს ის გამყიდველი ვეღარ იპოვეს და ეგრე დადიოდა ერთი თვე. მოღრეცილი ქონდა მე ფეხი. დედა რანაირად დადიოდა მე ორივე მარჯვენა თუ იყო. მოვიდი. აქეთ ვარ შემოდი. რა მოხდა? ეს ფოტოსები ვინ დააწყო შუა გზაში? ფეხი წამოყარე და წავიქეცი. აუ რა სუნია. ის რა არის? აუ ეხლა გულია მედივა. აუ ძალიან გამისწორდა სირბილს შევიწყებთ. სუნდო და ვარჯიში დილაობით. სად იყურები? რა იყო ვინ მიდგას? კი. აუ ეხლა ძალიან გთხოვე რომ არ მეჭხუბო. მართლსავარჯიშოდ კი არ ჩამომიყვანი ხარ. იქ მეზობები ჭირო დგას ხედავ. ჩემი ქრაში და რამდენჯერმე ჩაურბინოთ რა გითხავ. ეხლა შენ ჩაგირბეს მთელი ცხოვრება თვალწინ. მაგის გამო გამაღვიძე დილი 7 საათზე? აუ ძალიან გთხოვ რა. და ჩემი ვალდირება კაცილარი შეგიძლია რომ აღარ მომცე. კაი ხო. მაგრამ იცოდი რომ მაგას 20 ლერის გამო არ ვაკეთებ. კაი წავედით. აუ დაიცა კინჩი მაგ ჩავარდილი ბოტასში. ეს ბოტასები ჩამოგივიდა უკვე? არა ფუფსერიას მიწერე გუშინზე და გუშინ უკვე მომიტანა კურიერმა სახში. ანუ არ გავოდია. არა მაგოგოს ყველაფერი ადგილზე აქვს. ნახე რა მაგარი ნიუ ბალანსებია. პრემიუმ ხარისხის რეპლიკა. აუ და ფილიალი სად აქვს? არა ონლაინ მაღაზია, მაგრამ ძალიან სანდო გოგოა. აუ ჩაიცვი რა დროზე დაგავა უკვე ბიჭმა ყველაფერი. ეგ არის წავედით, მაგრამ გეგმა გვაქვს. აუ რა გონია რომ გეგმის გარეშე გამოვიდოდი? ესე იგი შევნაწახვიდე ჩემზე წინ გამასწრო. იმ ბიჭს რომ უახლოვდები, უკან გამომძახებ, გაიგე? ჩემზე რამეს თუ კითხავ ძალიან კაი რაღაცები უპასუხე. მე რომ მოგიახლოვდები თვითონ შემთხვევით წავიქცევი ბარდიულზე და ეგ ბიჭი ამაყენებს, შენ არ მომეკარო. გავიქი წავედი. მიდი. თეკლა აქეთ ვარ. ჩემი დაქალია. ზოგადად ჩემზე კარგად დაბის, მაგრამ ეხლა კინჩი ჩავარდა ბოტაში და მაგიტო ვეღარ დამიწია. თორე ისე ჩემზე კარგად დაბის. აუ წაიქცა. თეკლა ადექი. თეკლა. თავია დარტყმული, გათიშულია მოდი მომეხმარე. ინგა ეს ჩვენი დივანი მოირყა თუ რა ხდება? რა დივანი მოირყა გოგო არ გამაგიჟოთ ეხლა. ხო მართალია რომ დაჭდები კოჭაობს რაღაცნაირად. დედა ნუ გადამრიეთ კაცო ეხლა რა მოარყიეს არაჩვეულებრივი მუხის დივანი. ნუ ცოტა წაბნარებიც არის. ეს იყითა მზიარებომ კიევში სანამე გავჩდებოდი 3 წლით ადრე და მოირყა რას ნიშნავს? ალბათ იმას რომ დივნები ვერ ცოცხლობენ ადამიანებზე დიდხანს. ვაიმე მოდი ახლა და ამაწევინე ეს დივანი და ნახო რა მე ხوار ჩამოწყდა კაცო. ომარიკო წადიშენი ჩაიდალია გაგიცივდება იცოდე. მოდი. მოკიდე მიდი ხედი და ავწიოთ. მიდი ცოტა. აუ ჩამწყდა წელი. ვაიმე დივანი კი არა, პარკეტი რა დღეშია შეხედე. დედა ნახე რა მხელა ღრმულებია რა, გამოხრულია ეს. თხუნელა ყავს სახში? რა თხუნელა ვერ ხედავ შეასა გამოხრული იატაკი. კარგად კი უმუშავია. როგორ უნდა ვიპოვოთ ახლა ეს? რა ვიცი მე ახლა როგორ ვიპოვო ეს მთელ პარკეთს ხო არ აყრე. რამე რო ვაჭამოთ, რა ვიცი რა ჭამენჯიები. პარკეთს და შეგიჭამა უკვე. თე შენი გაკეთებული ჩხეი რო დავალევინოთ. გაბასარი ახლა აქედან. და რა უყო ამას კაცო სულ მოუსპი. თე შეხედე ანაწაზე ცოტა ხშიც გაუკეთებია შავი ნახრეთი. აი შეხედე სკამის ფეხთან. მაჩვენე.
ეს ნახრატი კი არა. ეს არის სიგარეტით ამომწვარი. ალბათ ჭია მოწია განერვიულებულზე, ხო გაიგო რომ ხრელები უპოვეთ. აი აქ დაბრძანდით ქალბატონო, მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. მომარიკო ჰენ შენი ბარათი და დააფიქსირე მინდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? დედო როგორ მისიცხება ამის სიხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, სუიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლედ მე რუსების იმადა კი ვარ დაგერ ჭაობში. აი მის მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა კვილმოქმედი და ის არის აყავა ქვეყანა. კოცალა პაპოს დაუთმე ადგილი თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადით. რა ქვეყანა აყავა ქალბატონო? სოციალურ ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხვდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ის შუახნის ქალები იმას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ავამტყოფობა არის უკვე. დაასისხლიანე, დაასახითო შესამდენი ხალხი და ციხეში გავუშვეს წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებულზე 15 ლარი. რა გვეშველება. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველება. ესპანეთში მივდივარ, დრო მოვიდა. ესე იგი, საიდან გამოჩხრიკეთ ეს ბილეთები, მე არ ვიცი რა. თეკლას ერთ-ერთი ყოფილი მუშაობს ტურისტულში და იმართო რომ ძალიან მაგარი ფასებია ბილეთებზე. ხო და დავითრიეთ მეც დიკომას და თეკლამაც. მეც მინდა, ჩემთვისაც აგეთრია. გთხოვ სანამ არ გადავყვეთ საქართველოს საზღვარს ხმა არ მოიღო. მისმინებ, რა უნდა მოინახულოთ ეხლა მადრიდი? ხო, ძირითადად მადრიდში. თეკლას დეიდა ხომ მან ცხოვრობს მანდარი გათხოვილი და ბინაში ფული არ დაგვეხარჯება, მაგასთან მივდივართ. ჩემი სატენი სად არის? ოთახში დარჩა. წაიღე ყველაფერი, არაფერი დაგრჩეს აქ. ამარიგო ჩართემედი ერთ ტელევიზორი მოვისმინოთ საინფორმაციო. საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იქნება ქართულმა ოცნებამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. ერთი სული მაქროდის გავფრინდები. ინგა თვითმფრინავში რო ცუდად გავხდი. პარკი წაიღე იქ და თუ გული აგერევა გამოგადგება. ეგრე ვაკეთებთ ხოლმე მარშრუტკაში მე დადედა. სწორს გეუბნება ბავშვი, აიღე მიდი იქ ქაღალდის პარკები როდებ და წაიღე ერთი ცალი. მისმინებ პირდაპირ ფრენა გააქვთ. ჯერ თბილისიდან მივდივართ ქუთაისში, ქუთაისიდან მე სტამბოლში, სტამბოლიდან მადრიდში და მე მივიდივართ თეკლას დეიდასთან. მიზერება. ხო თეკლა. რა პასპორტი წამოიღო თუ არა, მაგის გარეშე არ წამოხვიდე იქ. დი პასპორტი რა არის? რობეტიძია რომ მეუბნეოდა ხოლმე ბავშვობაში პასპორტი მაჩვენეო? არა კაცო, გამომეცალე ერთი წუთი რა. ვანასტასე რო ჩახვალთ იქ, დარეკე ეგრევე იცოდე ბარმანერვიულო აქ. ნუ გეშინია რა. თეკლას დეიდა დაიმატე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. მომიძებინე ვიდეო მარიკო ამიკრიფე Facebook-ზე ნონა ხიდაშელი. ხიდაშელი ბიჭო, ძიდაშელი კი არა. რა იყო შენ პრეზიდენტობის კანდიდატი ხო არა ხარ, ვერ გავიგე. დრამაცინებს. მოვედით აეროპორტში. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? ჯერ 3 საათია ფრინამდე დარჩენილი. დაიწყება რეგისტრაცია ცოტახანში და ჩავდგებით რიგში. თიკო მიდია ბაწონი შენი ჩანთა. რამ სიმძიმე გუღადაობ? ამოაკელი მიდი რაღაცები და გადაიცვი. აი თეთრი მაისური შემოიხვია კისერზე. ვითო შარფია. მე 4 მაისური ხომაცვე და ამ შარული შეგინთ კიდე პიჟამა მაქვს ამოძმული. მე 9 მაისური ბრეც მაქვს შარული ჯიბიში მიდევს. ამ ეკრანს უყურეთ, ჩვენი რეესტრი დაეწერება ჩავდგებით რეგისტრაციაზე რიგში. რეგისტრაციაზე მარტო პასპორტს ვაწვდით, ხო და მე მივიდვართ უსაფრთხოების კონტროლზე. ხო და უსაფრთხოების კონტროლზე უნდა გაიხადო ყველაფერი და წრიბინა კარებში უნდა გაიარო. ერთი წუთი. შიშველ მონა გავიარო იქ. ეგ რომ წედი და საერთოდ წამოვიდოდი აქ. რა შიშველი გოგო ქურთუქს იხდი მარტო ჩემთას მოიხსნი, მაგას გაატარებენ იქ სკანერში. წყალი დავითრიოთ რა აქ სადმე დაგჭირდება. დაიცე წყალზე მეგეპატიჟებით გავალ და ვიყიდი.
აუთიკო ის რა მაგარი არა მადრიდში რო ვიქნებით. შურიანები იმენა ჩაიხჩობიან ბოღმაში, ოქროშვილი და ეგეთები. თეკლი არ მოიტანე წყალი? რაც უძღობ რა ფერი გადევს სახეზე? აუ ან კითხა 7 ლარი ღირდა ერთი წყალი. მეთქი 26 ლარს გადახდით ნამდვილად არ ვაპირებ 3 წყალში თქო და გამოვბრუნდი. ახლა ვფიქრობ რომელი უფრო გაუკვირდებოდა გამყიდველს. რო გამოვბრუნდი თუ 3x7 26-ია. აუ მისმენთ ესპანეთში ინგლისურად ხო ლაპარაკობენ? სავარაუდოდ კი. მაგრამ შენი ინგლისურით მაინც ვერაფერს გააგებინებ. აუ პლიზ და აქტუალიტები საით არის? იმედია მოფსმა 7 ლარი არ ღირს. მუსიკებს მოусმენ და მე დავალაგებ სახლს. არ გაიქცევა არსად. არა ხო შეიძლება რომ ეხლა გააკეთო. მოუხმობ სუსტრაფობას და საქმე არ გადადო საღამომდე. ხო ვიზამ სუსტრაფობასაც მოუხმობ, გავაკეთებ. სწავლის ფული მაქვს შესატანი მალე. საგნები ესარჩევი და წივილ-კივილი მელოდება. მე მინდა რომ მეცვირჩევდე სკოლაში საგნებს. ბუნება და მათემატიკა რაც მინდა. მოუახლოვდა ის სკოლა და დაეწყო ფორიაკი. მალე შეცვალე ცოტა მიდგომები და უკეთესი იქნება. ტიპირებზე წუწუნებს. ნეტა მე სკოლაში დავდიოდი, ხა და არა უნივერსიტეტში. და კაი იყო ხომ ბავშვობაში ტალახში რო თამაშობდით, შენებლობანას. ერთხელ ბავშვებს ეკლა გურგენზია მოვაშენებინე. ისე მალე გარბიან წლები. ნეტა მე სტუდენტი ვიყო ახლა. დავდიოდი უნივერსიტეტში კურსელები მყავდეს. 2001 წელი იყოს, ციოდეს, შუქი არ იყოს, ხუთის ვიტრიმეცვას ერთად. მე კიდე იმაზე ვფიქრობ ხომ შვილები რომ ეყოლება. ნეტა მე ჩვენად გაუბრაზდებდი ხომ შვილებს? როდის გიბრაზდები ბიჭო თუ ხარ ნორმალური შენ? ხო ნუ ბევრი მოგწონს ახლა ჩვენი თავი და ის რაც გინდა მალეკენი სუსტრაფობას მოუხმე. თორე დაგწდება მე რომ გაიზრდები გული რაღაცეებზე. ხო, მიმაგალითად მოგზაურობის დაწყება მინდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვაბი თავი. ვერც თიკომ და ვერც თეკლამ. არა და კი წავიდოდი ესპანეთში. მოგზაური ენასტასია ჩემი თავის მეხუთე ვერსია. მაგას უნდა ფულის მოგროვება, უნდა მოაგროვოთ რაღაცა. შაურმებში რო ხარჯავთ სულ. აბა ჩვენ დროს ესპანეთი კი არის, ჩემს ხომ ვიყავდი ხოლმე ზესტაფოში, იმაზე ვირაოდი ჭკუიდან ისე ვიხარავდა ხოლმე. კი ვეღარ ვიტყენდი, სანამ წავიდოდით ხოლმე ესეთი სუსტრაფი ვიყავი. მე კიდე მინდა რომ ბავშვებმა შტაბი ავაშენოთ ჩვენ გარაჟთან და მე ღამე გავათენოთ ხოლმე იქ. შტაბს მოგცემ მე შენ. მომინდობ ახლა ქუჩაში ღამის გატყენება რა. ისე კარვით მე წავიდოდი სადმე და დავრჩებოდი. ხო. და იმდენი ვილაპარაკეთ, ძილზე ჩაეძინა ამას. ანასტასია გამოფხიზლდი. გაიღვიძე გოგო. ანასტასია, გაიღვიძე გოგო. აუ რა სიზმარი ვნახის. ძაღლა მიკბინა გუშინ ხო? ზედ პლიაჟზე. რა ვიცი, პირსახოც ავიღებეთ კი დავიხარე და რა ეგონა ამ ძაღლს ქვას ვიღებდი საშუალად თუ რა იყო, მეცა და გამომაგლიჟა ხელი. ხო, იმ ხელა ძაღლი იყო თან რომ რა ვიცი. რა იმ ხელა ძაღლი ჩიხუხუამ გიგბინა. მე უშვიტყვები უკვე ამ ისტორიას ამჯერად ვინ გამოიჭირე. რას ქვია ვინ გამოვიჭირე, ვერ გავიგებ გიული ნათლი არეკავს, როგორ არის ანასტასია ხოსტავლობსო და როგორ არ მომეყოლა ვერ გავიგე. ხო. შენ გირეკავს მეც ნათლია შენი და მე ჩემი ნათლია საერთოდ არ მინახავს არასდროს. რაღა შორს წახვედი, მე შენიც არ ყავს არასდროს ნანახი. აუ შენ შეყვარებულს მიხედე რა, რომ მოგიკვდა. საღამოს ისე გაყურჭავებ წყალში, რომ სიკვდილის არატრილი გაგიხდება, გაიგე? ხო, სიკვდილზე ილაპარაკეთ თქვენ. დედა თქვენი ხოლმე შემოაკვდა გუშინ იმ ძაღლს და ეხლა თქვენ დახოცეთ ერთმანეთი. სადედა ჩვენი შემოაკვდა ორი პატარა კბილი გეტყობა მარტო ზეით. მაგ ძაღლის პატრონები კიდე ბანანიდან კატერმა გადმოგდა თუ შენ მაყურებნა ჯერ კიდე გასარკვევია. აუ მეც მინდა მაგ ბანანზე გასეირნება, ციცინათილაში წამიყვანეთ ეშმაკის ბორბალზე. დედა თქვენი ხოლმე წაიყვანა გუშინ ეშმაკმა, ეხლა თქვენ გაყევით. თქვენი ნებით თან არავითარ შემთხვევაში. აუ აბა დავაკეთო. 5 დღე იმას მეუბნები, ქობულეთის ფუნთუშები რო გასინჯე, იმითაც აკმაყოფილდიო და მე გარწობა მინდა. მე ვერ ერთობი? ზღარბის ფუნთუშებს მოაცალე ეკლები და ეგ არის. ოღონდ ფრთხილად იჩხვლიტება. და თქვენ სხვა უჩხვლიტა გუშინ ძაღლმა და თქვენ ფუნთუშს ეკლებს დააკაცრინეთ თავები ყოჭახ.